მე როგორც ქართველს ეს არის საოცრება, იცით რა შეთვის ეს ღრმატკიბილია გულახდილად რო გითხრათ. მე როგორც ქართველს მომეცა საშუალება მეპოვა სიმართლის მზის წიაღი, რომელიც არსებობს მათთვის, ვისაც ღვთაებრივი ნათელს საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია, ესე ვთქვათ. და ამის მთავარი განპირობებელი მიზეზი არის ის, რომ მე მახსოვს ერთხელ შურისმენდის დღესასწაული იყო და აი რაღაცა ავედი ამ დიდი მადლიერებით ევროპული მათ მიმართ, ვინც მე ძალიან მიყვარს, კონკრეტული წერლები არიან, კონკრეტული კომპოზიტორები არიან, ფილოსოფოსები არიან. აი ავედი შევედი ტაძარში და უნდა დავიწყო მე დავითნეობ ვკითხულობ ამ საოცარ ტექსტებს და ამ საოცარ ტექსტებში ცხოვრების შესაძლებლობა მაქვს, რომელიც ცოცხალია. ეს არის ბიბლიური ტექსტები, რომლებიც სრულყოფილად გაისმის სამყაროში. სრულყოფილად გაისმის სამყაროში. მე მახსოვს ერთხელ ბიძაჩემმა უკვე ცუდად იყო ძალიან და რაღაცა წავუკითხე და მითხრა რომ შენ უნდა წერო და უნდა იკითხო მე და ამატა ჯემალ ჯაფარიძე მოქანდაკე იყო, ბიძა ძალიან ისეთი ადამიანი იყო, ესე ვთქვათ, იდეისთვის თავდადებული და ინიციატივებით სავსე სხვაზე ზრუნვით და ეს გვერდით მდგომი ჩემი დიდი თანამგზნობი. და მე ვთხარი ჯემალ ბიძამ მეთქე რაღაცა აი არსებობს მეთქი ლოცვა ვთხარი და ვისაც ლოცულობ ყველა საზღვარი ილახება. ეს შენი შესაძლებლობების სფეროც არის და ეს არის ღვთისმოცემული სფერო კიდე ღვთისმოწყალების სფერო, რომ შენს კნინ სარწმუნოებაში და შესაძლებლობაში მოცემულ ლოცვას რომ ისმენს და ძალას აძლევს, მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის მართლაც საოცრება ეს ლოცვის სამყარო, საღვთისმსახურო სინამდვილე სიცოცხლისა, რომელშიც ჩვენ ვართ ზეციური ცხოვრების თანამონაწილე. და ეს არის შესაძლებელი შურისმენდის მადლით, რომელიც დასავლურ სამყაროში უარყოფილია. უბრალოდ გამოცხადებითი ცოდნაში შეცვლილია, ხო? შურისმენდის შესახებ არსებობს დოგმა გამოცხადებითი ცოდნით და მისი შეცვლა გულისხმობს შურისმენდის მადლის თან, რა თქმა უნდა, კავშირის გაწყვეტას. ეხლა ამას თანამედროვე ადამიანებს გონიათ, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამას აქვს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი და თუ რამეს აქვს მნიშვნელობა, ამას აქვს მნიშვნელობა. და მან უდენავ ცვლილებები, ეს არის ცოდნა, წარმოიდგინეთ, რომელიც მიუწვდომელი ღმერთი, რომელიც თავის შესახებ გვაუწყებს. ეს ცოდნა მხოლოდ გამოცხადებითი შეიძლება იყოს. სამყაროს არასოდეს სრულყოფილად ეს ცოდნა არ განეცხადება. ამ ცოდნის მიმართ და ღვთის მიმართ სწრაფვა სიცოცხლის არსია და სიცოცხლეს განსაზღვრავს, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მიუწვდომელი რჩება ქნილებათათვის და როცა ის იძლევა ცოდნას თავის შესახებ, რა თქმა უნდა, ამ ცოდნაში არაფერი არ უნდა იყოს შეცვლილი. მე ვიცი პატრიარქის გამოცდილება, პატრიარქი არასოდეს არ კავდებოდა, ეთით რა საოცარი არის, მინდა რომ ამასაც ვისაუბროთ და უწმინდაში იყო ეს მომენტი. რაღაცასთან დაპირისპირებაში არ იყო მისი მყოფობა. მისი მყოფობა ის იძლეოდა მაგალითს ჭეშმარიტებაში მყოფობის მაგალითს. სიცოცხლეს ჭეშმარიტებაში მყოფობით და არა რაღაცასთან დაპირისპირებით. ადამიანის სიცოცხლე არ უნდა დაიხარჯოს. არც ერთი წამი არ უნდა დაიხარჯოს ადამიანის ცხოვრებისა რაღაცასთან დაპირისპირებით. როდესაც ჩვენ რაღაცას უპირისპირდებით, ვართ იქ
რასაც უპირისპირდებით. ნეგატიურ პოზიციაში. ამიტომ ჩვენი სიცოცხლე სრულფასოვნად უნდა მიეძღვნას ღმერთს და ჭეშმარიტებაში ცხოვრებას. ღვთიმოცემულ სიცოცხლეში ცხოვრებას. ეს არის იცით როგორი რამე, ეს არის მთავარი რამ შეიძლება ითქვას სიცოცხლისა. მე რო სხვათაშორის ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი აქტიური, როგორც მოგახსენდათ, თან მე მეგობრები მყავდა, იქ არ იყო მარტივი, რომ მე გავჩერებული ვიყავი. მე გავჩერდი ამ ფრაზით, რომელიც არის მთავარი ფრაზა, ერთ-ერთი მთავარი ფრაზა ქრისტიანული სწავლებისა. შეამცირე შენ თავში ბურუტება და ამცირებ სამყაროში ბურუტებას. მე დავდექი ამ აზროვნების წეში და რაც ეგამ თქვი, აღარ დავხარჯე ჩემი სიცოცხლის წუთები რაღაცასთან დაპირისპირებაში ყოფნაზე. მე დავტოვე ჩემი მეგობრები, საკმაოდ საშიშ მდგომარეობაში. ეს არ იყო იული, ეს იყო ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ძნელი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს იყო მათთვისაც მათის გვერდით გომის ყველაზე ძლიერი საშუალება. მე შემიძლია ესეთი რამე გითხრათ, რომ მე წმინდესმა მასწავლა მოვლენებისგან იმ დისტანციაზე ყოფობის დამანახა ყოფობის საიდუმლო, რომლისგანაც მოვლენების შუაგულში შეიძლება იყო. და მონასტერი არის ის ადგილი, საიდანაც ყველაზე ახლოს ხარ ყველაფერთან. იმიტომ რომ მონასტერი არის ღვთისგან მოცემული ზეციური სიცოცხლის სინამდვილე ამ ქვეყნიურ ცხოვრებაშივე. ეს რა თქმა უნდა, კაცთათვის სულიად შეუძლებელი რამ არის, მაგრამ ეს არის ღვთისგან მოცემული შესაძლებლობა სიცოცხლისა, რომ შენ იყო ცოცხალი, ცოცხალთა შორის და ეკუთვნოდე ზესთა სოფელს, სულიერ სამყაროს. და მონასტრიდან მართლაც არის შესაძლებელი ყველაფერთან და ყველასთან ყველაზე ახლო ყოფობა. თუ ადამიანს შეუძლია აი ამის გაცოცხლება, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ეს შეძლოს ამის საკუთარ თავში გაცოცხლება. ეს შეეძლოთ ძველ მოღვაწეებს, მაგალითად სრულიად დაწმუნებული ვარ იმაში და თქვენც ალბათ, რომ გრიგოლ ხანძთელმა თავისი მოღვაწეობით შექმნა საქართველოს ისტორიის ყველაზე უფრო ძლიერი მომენტები და ამ მომენტების თანამოძრაობა იყო და ისიც რა ის თავისი დროიდან დღევანდელ სამყაროსაც ეხერება. თუ ეხმარება, თუ ჩვენ ამის აღქმის უნარი გვექნება და თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას სიცოცხლისას გამოვიყენებთ, საოცრად დიდი მონაწილეობა იქნება გრიგოლ ხანძთელისა, გიორგი მთაწმინდელისა, ჩვენი მეფეებისა, მოწამე მეფეებისა და არა მარტო ქართველი წმინდანებისა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემთვის საცნაური ქმნა ამ სიტყვას ვეხმარ, რომ სიცოცხლე არის გამოსყიდვის გზა, რომელსაც მივყავართ საკუთარ გულში და გულიდან მივყავართ ღმერთთან. და ღმერთთან თანაზიარებით გვეძლება სამყაროსთან კავშირის საშუალება. ნახეთ ახლა როგორი საოცარი არის, ეს არის ჰერმას ჰესე. და არა მარტო ჰერმას ჰესე, ეს არის სხვებთანაც. საოცრება არის. რომ სიცოცხლის მხოლოდ ამ გზას შეუძლია გაგვათავისუფლოს იმ იდეოლოგიებიდან, რომლებიც ყველგან ყოველთვის არსებობდა, სადაც ჭეშმარიტება არ არის სრულფასოვნად მოწოდებული და არცად არასოდეს არ ყოფილა ჭეშმარიტება სრულფასოვნად მოწოდებული. მათ შორის კონსტანტინე მეფის
საბერძნეთშიც, როცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქცა. და ყოველთვის ჭეშმარიტება არის სულგაციული და საერთოდ ჭეშმარიტება აღარც ისახება იმ სოფხედველობაში, რომელებიც თავისთავად ცხადია ჭეშმარიტი გონია საზოგადოებას ხოლმე. ანუ ეს არის ის იდეოლოგიური აზროვნება. და ამ იდეოლოგიებისაგან და იდეოლოგიზირებისაგან კიდე რომ აი დაუშვათ ქრისტიანობის იდეოლოგიზირებაც მოვახდინოთ ჩვენ, ხო? ანუ როგორ მოვახდინოთ? ანუ ადამიანს რომელსაც რწმენის სისუსტე აქვს, არ არის ძლიერი რწმენის მატარებელი, როდესაც რწმენაში აი არცოდნის განზომილება არ აქვს და თავისი გონებით გარეშე მოწერილ სამყაროშია ჩაკეტილი, ხო? აი ეს მდგომარეობა ადამიანისა არის სწორედ იდეოლოგიზირებული ქრისტიანობის მაგალითი. აი ამისგან გათავისუფლების გზა არის სწორედ ეს გზა გულის სიღრმით ღმერთთან მიმყვანებელი და ღვთისმშობლის სამყაროში ცხოვრების საშუალებას რო იძლევა ის გზა. რომ სიცოცხლის არსია ის რომ მკვდარი დრო გავაცოცხლოთ. მამარდაშვილი არის ეს და არა მარტო მამარდაშვილი. და ჩვენში გავაცოცხლოთ მარადისობაში ცხოვრების გამოცდილება ისე მამარდაშვილი. და არა მარტო მამარდაშვილი. რომ ვიცოდეთ რომ სიტყვას როდესაც ვამბობთ შეცნობის საგნის მოვლენის შეცნობის ფაქტს ვახორციელებთ. შეცნობა არის ქორწინების ერთ-ერთი მხარე, მნიშვნელოვანი მხარე. ანუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა უსასრულო ქორწინებებისა და მშობიარობებით სიტყვის განზომილებაში იყოს თანამონაწილე შესაქმისა, რომელიც ღმერთში დაუსრულებელი პროცესია და რომელშიც ღმერთი გვაძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ თანამონაწილეები ვიყოთ. მე ახლა ისე მკითხეთ თქვენ, რომ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩნდება ესეთი ფენომენი, რომლის შესახებაც ლაპარაკობენ ძირითადად გერმანელი მოაზროვნეები. მე თომას მანთა და ჰერმან ჰესეს მიმოწერაში მაქვს ეს საკითხული და სხვაგანაც აქვს ამის შესახებაც საუბარი. ეს არის სულის პოლიტიზირების ფენომენი. ეს არის ძალიან არასასურველი მდგომარეობა ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ყველაფერს და ყველა მოვლენას პოლიტიკურ განზომილებაში ხსნით და თან კიდე იცით ძალიან გავრცელებულია ახლა მე როგორც ვიყურებ ეს პოლიტიკური დეტექტივი. რომ ყველა ახდენს რაღაცა ინტერპრეტაციას ამ პოლიტიკური პროცესებისა და თან რაღაცა ამ უკანა პლანების გამოცნობის თემითაც უკიდურესად კავდებიან ადამიანები და ამით ცხოვრობენ შეიძლება თქვას. ეს არის ალბათ ძალიან არასასურველი, ძალიან გული მტკივა იმ პოლარიზების გამო საზოგადოებაში რომ ხდება. დღეს არის ძალიან რთული ეტაპი სიცოცხლისა, მართლაც კიდევ უფრო ასე ვთქვათ ისეთი გახდება ეს მოვლენა, მოდით ვთქვათ მორალურად უნდა შევაფასებთ, ანუ ტექნოლოგიური იწყება თუ აქამდე არსებობდა ესე ვთქვათ საზოგადოებრივი დემოკრატიის ერა, ეხლა იწყება ტექნოლოგიური ასე ვთქვათ ერა, მე ვარ მომსახელებს, ახლა გვახდათ რომ გითხრათ და ეს რა თქმა უნდა ძალიან შეცვლის სიცოცხლეს და ეს რა თქმა უნდა იქნება მიუღებელი უამრავი ადამიანისთვის. და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ნებათაღელვებს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ნებათაღელვაში აღმოჩენის ნაცვლად და რაღაცეების წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, თუმცა მე არ გამოვრიცხავ მაინც რომ რაღაც გარკვეული საზოგადოებრივ პოზიციას არ ვუარყოფ ადამიანებისას, მაგრამ ადამიანებმა თამეთი გული, თამეთი ენერგია
ძალა, სიცოცხლის ძალა უნდა დახარჯონ სწორ პოზიციაში ყოფობაში და ეს სწორი პოზიციის ყოფობა არის ჭეშმარიტებაში. და ეს გზა, რომელიც ქრისტემ მოგცა, რომ იმ გზით, რომელიც მან მოგცა, იმ გზით შევძლოთ ღვთაებრივ წიაღში დაბრუნება და ჩვენ საკუთარ სხვებსაც დავეხმაროთ ამაში. ჩვენი მაგალითით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი აქტიური ცხოვრების დრო და ჟამი მოვიდა. იმის გამო, რომ ენები არეულია, ძალიან ძნელია ადამიანს რაღაც გააგებინოს. ესეც არის ამ დროის ნიშანი და ეს აპოკალიფსის დროს მაგალითად ყველაფერს და ყველა შორის ომი იქნება მახასიათებელი. ანუ ენების საოცარი აღრევა იქნება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერაფერს ვეღარ აგებინებენ. და შეგონი აგებინებ, ხო შეიძლება საერთოდ ვერაფერი გააგებინოს ადამიანებმა ერთმანეთს. ძალიან რთული და ესე ვთქვათ, ესეთი ეტაპია სიცოცხლის კინვეული, იმის გამო, რომ ადამიანი ტოვებს თექნილ სიცოცხლეს და რეპროდუქცირებული სიცოცხლის შექმნას და შემდეგ იქ გადაცხოვრებას ცდილობს.